პირველ რიგში მოდით შევაფასოთ ქართული ოცნების გადაწყვეტილება იმის მიხედვით, რა მიზანი აქვს თავად ქართულ ოცნებას, ანუ რატომ შემოიტანა ეს ცვლილებები, ხო? რა უნდა მას სამართლიანობის დადგენა უნდა, ნამდვილად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება სურს, დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხის დამკვიდრება უნდა. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ამასთან არის დაკავშირებული ხოლმე, ხო? როცა პოლიტიკურ პარტიებს გძალავენ, იქ ამბობენ, რომ გძალავთ პოლიტიკურ პარტიებს, იმიტომ რომ ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ კონსტიტუციურ სისტემას. და გვჭირდება ეს პარტიები ხელს უშლიან დემოკრატიულ განვითარებას. ეს პარტიები არიან, ვთქვათ, პარტიები, რომლებიც ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რაც ადამიანის უფლებებს, უფლების საფრთხეს და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ეს ინსტრუმენტი მოგწონს თუ არ მოგწონს, მაგაზე ძალიან დიდი კამათია ზოგადად პარტიების აკრძალვის სტანდარტებზე. მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, ეს უფრო სხვა ტიპის დისკუსია. მნიშვნელოვანი არის ის, რა არგუმენტს ემყარება, ხო? უფრო მეტი დემოკრატიის დამყარება. ქართული ოცნების ამოცანა ხა აქ რა არის? ქართული ოცნების ამოცანა ის ხო არ არის, რომ უფრო უკეთესი, უფრო მეტად თავისუფალი გარემო მივიღოთ ქვეყანაში, უფრო დემოკრატიული გარემო მივიღოთ, უფრო თანასწორი გარემო მივიღოთ. აი ეს ხო არა აქ ქართულ ოცნებას დასახული მიზნად, როდესაც ამ ცვლილებებს აინიცირებდა, ხო? ქართული ოცნების ამოცანა გახლავთ ის, რომ შეზღუდოს მისი ოპონენტების სივრცე ბრძოლის ინსტრუმენტები ამ ქვეყანაში. ჩვენ ხო ნამდვილად ვიცით, რომ სასამართლო ვისაც ეს უფლება მიენიჭება, ხო, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დამოუკიდებელი არ არის და ის ამბობა არა დემოკრატიის ინტერესებიდან, არამედ ქართული ოცნების ინტერესებიდან. ხო, ის ამბობა ავტორიტარიზმის ინტერესებიდან, ის ამბობა არათავისუფლების და არათანასწორობის ინტერესებიდან. ამიტომ აი ამ გადმოსახედიდან როდესაც ვაფასებთ ეს კანონპროექტი სულ სხვა შინაარსს იძენს. ჩვენ ვართ ახლა კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმში და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის მთავარი მახასიათებელი სწორედ გახლავს ის, რომ განსხვავებული პოზიცია, ოპონირება გახადოს შეუძლებელი ქვეყანაში. ქართული ოცნება ამას აკეთებს მეთოდურად. ანუ გარკვეულწილად პოლიტიკური კონკურენციის, პოლიტიკის, ვთქვათ, მკვლელობის მორიგი აქტი შეიძლება ასე შევაფასოთ და რა სიტყვით 4 ოქტომბერზე ასევე საინტერესოა, რომელიც იქნება ალბათ დიდწილად გამოყენებული და არის მიუხედავად იმისა, რომ ვიდრე 4 ოქტომბრამდე ისინი საუბრობდნენ, რომ აპირებდნენ აკრძალვას ნაციონალური მოძრაობის, როგორც დესტრუქციულ ძალას და კომისია შექმნეს და ეხლა კომისიის დასკვნის საფუძველზე აპირებენ ამ სიით საკონსტიტუციო სასამართლომდე მისვლას. 4 ოქტომბრის მიმართ ჩემი შეფასება არის უაღრესად კრიტიკული. ჩვენი მოძრაობა იყო მოძრაობა სოციალ-დემოკრატიისთვის იყო ძალიან კრიტიკულად განწყობილი ყოველთვის და სკეპტიკურად უყურებდა ამ ღონისძიებას ბევრი არგუმენტის გამო. მათ შორის ეს იყო არგუმენტი ის, რომ აქ აი ამ წინააღმდეგობის ჰორიზონტალურ ბუნებას საფრთხეს უქმნიდნენ ორგანიზატორები და იერარქია შემოქონდათ, ის რომ არავის არ უკადრია ერთი წლის განმავლობაში ის რომ აქ რაღაცა თვითონ დაედგინა დღის წესრიგი და რაღაცა ერთი დღე საკუთარ რაღაცა გადამწყვეტი ბრძოლის დღედ გამოეცხადებია საკუთარი მეთაურობით, მაგრამ ამ ჯგუფმა ეს გააკეთა და საფრთხე შეუქმნა ყველაზე ღირებულს, რაც ამ წინააღმდეგობის მოძრაობას ჰქონდა ჰორიზონტალურობა. მეორე იყო ეს ფრუსტრაცია, რომელიც ემუქრებოდა და კიდე კარგი რომ ეს პრობლემა ისეთი მწვავი არ აღმოჩნდა, როგორც ვთქვათ, თავიდან შეიძლება გგონებოდა ჩვენ და საზოგადოებამ სიმდგრადობა გამოიჩინა და აი იმ გეგმის არარსებობის შემდეგ თუ რაღაცა ცუდი გეგმის არსებობის შემდეგ ხელი არ აიღო საერთოდ წინააღმდეგობაში მონაწილეობაზე, რისი დიდი საფრთხეც იყო, ხო? ერთი დღეზე დაკიდება აი ამ ძალიან ერთწლიანი ბრძოლის. და მესამე ცხადია გახლავთ ის, რომ
თვითონ 4 იყო ეს ხშირად გვითქვამს ჩვენთვის ძალიან ბუნდოვანი შინაარსის მქონე დღე ორგანიზატორებს არ ჰქონდათ გამოცხადებული საჯაროდ დასაპირებდნენ, იყო მხოლოდ მინიშნებები, რომლიდანაც არავითარი რაღაცა წყობრი და თანმიმდევრული აზრი არ გამოდიოდა. არა აქვს ამას ახლა მნიშვნელობა რეალურად გეგმა არ ჰქონდათ და ავანტურა იყო ეს თუ გეგმა ჰქონდათ და ეს გეგმა ცუდი იყო და ამიტომ იყო ავანტურა. ამას მნიშვნელობა არ აქვს რა. ფაქტი არის ის, რომ 4 იყო ცუდად მომზადებული, 4 იყო არასწორად დაგეგმილი, იყო არასწორი მეთოდები ორგანიზებისას გამოყენებული და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში 4 როგორც რაღაცნაირად თითქოს აი ბოლო აკორდი ოცნებისთვის ხელში დასაჭერად იმისთვის რომ შემდეგ მისცეს ცვლილება ამ პროცესს. 4-ის 4-ს რო შევხედოთ რა იყო 4-ში 4-ისთვის ყველაზე უცნაური. 4-ზე არა მხოლოდ ორგანიზატორები ლაპარაკობდნენ, ხელისუფლება ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და სახელისუფლებო მედიაც კი უთმობდა ძალიან ბევრს. ძალიან ყველა მხრივ იყო, ეს ვთქვათ, ატაცებული, თითქოს ყველას ინტერესი იყო. ორივე მხარე 4-ზე აკეთებდა აქცენტს. ორგანიზატორების აქცენტი იყო, რომ 4-ში დავიწყოთ და 4-ში დავამთავროთ, რაც ილუზია იყო ჩვენი აზრით და ხელისუფლების ამოცანა ის იყო, რომ 4-ში ისინი ხედავდნენ რა, რომ ცუდად იყო ორგანიზატორები მომზადებული, აი ამ მათ უნარობას და მარცხს აჩვენებდნენ საზოგადოებას, ამას გამოაცხადებდნენ როგორც გადამწყვეტ ბრძოლას და ხალხი იტყოდა, რომ აჰა, გადამწყვეტ ბრძოლაში დავმარცხდით და ეხლა უნდა ვაღიაროთ დამარცხება. და ეს ქართულ ოცნებას ძალიან ხელს აძლევდა. სინამდვილეში ვითარება სრულიად სხვაგვარია, სინამდვილეში ჩვენ ვართ ისეთ ბრძოლაში, რომელიც გრძელვადიანია, თუმცა ჩვენ აქ ვერ შევჯერდებით, გრძელვადიანი ბრძოლა არ არის საკმარისი, აი მხოლოდ ეს სიტყვები იმისთვის, რომ ჩვენ ეს ბრძოლა წარმატებამდე მივიყვანოთ, საჭირო არის დავამატოთ კიდევ ერთი საფეხური და ეს საფეხური არის, რომ ჩვენ გვჭირდება წინააღმდეგობის გაფართოება, წინააღმდეგობა უკმაყოფილების პოლიტიზირება საზოგადოებაში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ქართულ ოცნებასთან ოპონირებაში იმისთვის, რომ ის უკანასკნელი დასაყრდენიც კი, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს, გამოეცალოს და რა არის ეს დასაყრდენი? ხო, არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც განწყობილი არის ესე იგი ფრუსტრირებულია პოლიტიკური პროცესებით, არ ენდობა პოლიტიკურ პროცესებს, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ მათ აზრს და მათ ინტერესებს არავინ არ იცავს ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში და აი რუსთაველშილის წინააღმდეგობაში მონაწილე ჯგუფებმა უნდა უზრუნველყონ ის, რომ გაცვდნენ ეს კვადრატულ მეზზე და ჩვენც ამას ძალიან დიდი მონდომებით ვაკეთებთ, რომ შევხვდეთ ადამიანებს როგორც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, დედაქალაქში, ისე სხვადასხვა თბილისის გარეთ რეგიონებში და მთელი რიგი უკვე დავიწყეთ ნაწილს აქამდე ვაკეთებდით და კიდევ სიახლეს შევთავაზებთ რამდენიმე საზოგადოებას, იგივე უნდა გააკეთოს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევხვდეთ, ხო, პირისპირ, მეტ ადამიანს ველაპარაკებთ, იმიტომ რომ ეკრანიდან პროპაგანდა ძლიერია, ჩვენზე მეტი რესურსი აქვს, ჩვენზე მეტი ფულის დახარჯვა შეუძლია. პროტესტებს მინდა გითხოთ, თქვენ ამ აკრძალვას ასევე მოსდევს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პროტესტს შეაცვლევინებს რაღაც ალგორითმს მოქმედების ან არ ვიცი, აი თქვენ როგორ უყურებთ, უნდა იყოს თუ არა ეს ტროტუარზე გადავიდეს, ბევრი ხალხის ჩართვის მოთხოვნა თუ აი როგორი უნდა იყოს პროტესტი აი ამ საკანონმდებლო ინიციატივის კვალდაკვალ თუ მისი იგნორირება უნდა მოხდეს? მე ერთადერთი ვისი თქმა შემილია ახლა არის ის, რომ ჩვენ ეს არის მეოთხე თუ მეხუთე ტალღა, ხო, აი ამ საკანონმდებლო გამკაცრების და ყოველ ჯერზე ეს რას ნიშნავს, რომ წინამ არ იმუშავ. ხო. ესე იგი, ბოლომდე როგორც სურთ, ისევ ვერ მიაღწიეს. საზოგადოების ნაწილი, რომელიც აღიარეს კიდეც დღეს ჯარიმებთან დაკავშირებით, რომ
საზოგადოება ეს ნაწილი შენ გყავს, რომელიც დიდი ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ შენ არ ხარ ლეგიტიმური, გააცხადებს, რომ ერთი წელია შენ აი ამ წინააღმდეგობასთან გიწევს ბრძოლა, შენ შემოგაქვს რაღაც საკანონმდებლო ცვლილებები, იმიტომ რომ ამბობ, რომ აი ძველი რაც მაქვს არ მყოფნის, იმიტომ რომ ესენი გავანეიტრალო, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მე კიდე შემოგაქვს, მე კიდე და ასე შემდეგ. და ეს აშინებს, ეგ ყოველ ჯერზე რაც შემოიტანე, არ იყო ეფექტური და შენ წინააღმდეგობა ვერ გაანეიტრალე და აი ჩემი ღრმარწმენით ეს კიდე ეს სიახლეებიც გაიზიარებს ამ ბედს, რომ ისინი ვერ დაამარცხებს წინააღმდეგობას.